ქართული ოცნება საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს, რომ მეგობარი აქტს მისთვის ფასი არ აქვს. ამის შესახებ ამჯერად ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძე მილაპარაკა. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ მეგობარი აქტს რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება, განაცხადა სამთავრობო მედიასთან. საპირისპიროს ხედავენ პარტიის ნაბიჯებსა და სიტყვებში ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები. ის ფაქტი, რომ ოცნების მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე შეტევა გაამწვავა და ტრამპი Deep State-ის რიგებში გადაწერა, მათთვის სწორედ ამის დასტურია. რომ ქართველი ოლიგარქი ახალი და ყველაზე მძიმე ამერიკული სანქციების მოლოდინშია. ნინი ბალანჩივაძე მოისმინა პოლიტიკოსების მოსაზრებები, რომელიც ამის შესახებ ახლა პირდაპირ ეთერში მოგუყვება. ნინი გისმენთ. ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საბოლოოდ დამტკიცდება მეგობარი აქტი და სწორედ ამას ემსახურება ეს განცხადებები. ასეთი არის ოპოზიციური პარტიების შეფასებები. ოპოზიცია დარწმუნებულია იმაში, რომ წარმომადგენელთა პალატის შემდგომ სენატიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს მეგობარ აქტთან დაკავშირებით და საბოლოოდ ამ ყველაფერს ხელს მოაწერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ეს იქნება დამანგრეველი ქართული ოცნებისთვის და სწორედ აქედან გამომდინარე უკვე აკეთებენ ოცნებაში განცხადებებს, რომ არანაირი ფასი არ ექნება ამ მეგობარ აქტს. გუშინ ჩვენ ეს განცხადება მოვისმინეთ ივანიშვილის პრემიერის მხრიდან, როდესაც ის იმყოფებოდა თურქმენეთში ვიზიტით და სამთავრობო მედიასთან გააკეთა განცხადება, რომ არავის არ ეგონოს, რომ რაიმე აზრი და რაიმე ფასი ექნება ამ აქტს, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციებს. ოპოზიცია ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ ძალიან კარგად ხედავს ახლა ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება რა დამოკიდებულება აქვს და არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობები აქვს დონალდ ტრამპს რუსეთის ფედერაციასთან და გამომდინარე აქედან ისინი ხვდებიან, რომ ურთიერთობების ნორმალიზება ვერ ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და წინსწრებით ახლა აკეთებენ განცხადებებს და ცდილობენ, რომ გააუფასურონ მეგობარი აქტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური წონა და რომელიც იქნება სწორედ დამანგრეველი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის. ეს არის შემზადება საკუთარი ამ მომრჩევლის, რომ აი ხალხო მეგობარი აქტს რომ მიიღებენ, ქვეყანა არ დაიქცევა და ქვეყანა ნამდვილად არ დაიქცევა, პირიქით საუკეთესო შანსი გვექნება იმისთვის, რომ კონკრეტული სიკეთეები მიიღონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ქართული ოცნება დასრულდეს, მაგრამ აი ქართული ოცნება კი ნამდვილად დაიქცევა. ზაზა შათერიშვილის წერილი იყო ცალსახამ მაგალითი თუ როგორ ამზადებს ქართული ოცნების პროპაგანდა ნიადაგს, რომელსაც მოყვა შემდეგ ერთ-ერთი მთავარი რუსი პროპაგანდისტის დუგინის განცხადება, რომელიც ერთ-ერთში იმეორებდა, რაც ზაზა შათერიშვილის წერილში იყო მოცემული და ზაზა შათერიშვილი ეს ვიცით, რომ არის ივანიშვილის რუპორი. როგორც ჩანს, ძალიან შეწუხდნენ მათ შორის იმით, რომ დონალდ ტრამპმა მიიღო უკვე გადამჭრელი ზომები რუსეთის ფედერაციის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ. მეგობარი აქტი არის ძალიან კაფიო შინაარსის მატარებელი პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ეკრება ძალიან მძიმე გავლენა კონკრეტულად ქართული ოცნების რეჟიმზე. ამიტომაც ეს არის საკუთარი თავის დამშვიდების მცდელობა და მეტი არაფერი და ის, რომ კობახიძე ძალიან ადარდებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და კონკრეტულად ეს აქტი ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, მათ შორის, როდესაც ის მათხოვრობდა სულაც ერთი კვირის წინ დამელაპარაკეთო. არავინ არ მელაპარაკება, მხოლოდ სანქციებით და მსგავსი ტიპის დოკუმენტებით მესაუბრებიანო. რაც არ უნდა იწახოს ბატონმა კობახიძემ, მეგობარი აქტი აუცილებლად დამტკიცდება და რაც არ უნდა იძახოს მან, ამ აქტს აუცილებლად ექნება პოლიტიკური შედეგები ქართული ოცნების რეჟიმისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ორპარტიული გადაწყვეტილება. ეს აქტი გახლავთ პასუხი იმ ძალადობაზე, იმ პროპაგანდაზე, იმ გულგრილობაზე და იმ კორუფციაზე, რომელსაც ახორციელებს დღესდღეობით ქართული ოცნება ჩვენს ხალხზე. ქართული ოცნება დღეს მიყვება კობახიძის ხაზს, ამტკიცებენ იმას, რომ ეს აქტი იქნება მტრული, არ იქნება მეგობრული და არანაირი ფასი არ ექნება ამ აქტს. თუმცა მეორეს მხრივ დღეს ლევან მახაშვილმა გითხრა, რომ ქართული ოცნება მუშაობს და რომ დაარწმუნოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომ ეს აქტი არ იყოს დამტკიცებული. ჩვენ ვკითხეთ, მუშაობენ თუ არა ქართული ოცნების მიერ დაქირავებული ლობისტური ჯგუფები ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მიმართულებით, თუმცა ლევან მახაშვილი არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას. ერთადერთი რასაც გვეუბნება არის ის, რომ საელჩოს დონეზე მიმდინარეობს მუშაობა სწორედ ამ აქტთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ არ იყოს დამტკიცებული ეს აქტი. როგორც ჩანს, ერთის მხრივ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ არანაირი ფასი არ ექნება მეგობარ აქტს, თუმცა მეორეს მხრივ ისინი ამ ყველაფერთან დაკავშირებით მუშაობენ და მე ასევე მაყურებელს შევახსენებ, რამდენიმე კვირის წინ ქართული ოცნების წევრები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ გამოჩნდა 3 სენატორი, რომელიც აფერხებს მეგობარი აქტის მიღებას და მაშინ მართველი პარტია ზეიმობდა იმას, რომ შესაძლოა
მეგობარი აქტი საბოლოოდ არ ყოფილიყო მიღებული, თუმცა დღეს ქართულ ოცნებაში უკვე არ გამორიცხავენ მის მიღებას და ასევე დღეს ქართული ოცნების დეპუტატები მოუწოდებენ დონალდ ტრამპს და უსურვებენ, რომ დაამარცხოს Deep State. ამ აქტს არ აქვს არანაირი ფასი და არათუ არ აქვს პირდაპირ არის მტრული აქტი საქართველოსთვის. და რაც მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ამას არ ექნება არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ დღესაც, ესეც არაერთხელ გვითქვავს, დღესაც ამერიკის პრეზიდენტს აქვს იმისი უფლება, ეს აქტი იქნება თუ არ იქნება, რომ თუ აქვს მას ამისი სურვილი, მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რის მანდატსაც ერთ შეხედვით აძლევს ეს აქტი. ამიტომ არსებითად მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერთადერთი ნამდვილად, რასაც ეს აქტი აკეთებს, არის ის, რომ ხელს უშლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას. წინასწარ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ეხლა თუ ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. მე დონალდ ტრამპის სიტყვებს გავიმეორებ, რომ ეს Deep State არის უდიდესი გამოწვევა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, იგი გააგრძელებს მისამი ბრძოლას. დაამარცხებს, არ დაამარცხებს, შეძლებს დაძლევას თუ არ შეძლებს, არის მომავალი გვიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ დიდი იმედია, რომ იგი შეძლებს Deep State-ის დამარცხებას. მე და ჩემ კოლეგებს რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ სადაც ხმა მიგვიწდება და ვისთანაც ხმა მიგვიწდება, ყველას უთხრათ, რომ ეს აქტი არ არის იმ ტიპის აქტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას შეუწყობს ხელს. ივანიშვილის პრემიერის განცხადებას წინ უძღოდა ქართული ოცნების მთავარი იდეოლოგის დაზა შათირიშვილის ვრცელი წერილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპთან და Deep State-თან მიმართებით, რომ თითქოს Deep State-ი მართავს დონალდ ტრამპს. ახლა კი უკვე ჩვენ ვნახეთ, რა კამპანია დაიწყო ქართულმა ოცნებამ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კი ოპოზიციას აქვს ერთი შეფასება, მათ ძალიან კარგად იციან, რომ მეგობარი აქტი იქნება დამტკიცებული და წინასწარ ამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაუფასურებას ცდილობენ.